დიდი მადლობა ინტერესისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მე მედიას მივმართავ. მოკლედ შევაჯამებ იმას, რაც უკვე ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. რაც ბოლო წუთებში აქ მიმდინარეობდა. ასაკის უფროსის უფლებით ვისარგებლებ და მე დავიწყებ და მე მინდა რომ ძალიან ვიზუალურად გაჩვენოთ ჩვენი გადაწყვეტილება. გთხოვთ. მადლობა. მე ძალიან მოკლედ გეტყვით, ძალიან მოკლედ და მე რენიკას გადავცემ სიტყვას. ჩვენი პარტია არის ახალი. ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ჩვენ ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად მივაღწევთ აუცილებლად. ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელიისფერი. ეს რა თქმა უნდა ამისიც, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ენერგიის, დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედისფერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მთავარი ჩვენი ფასეულობები და თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, ეს არის ჩვენი წინმიმართული ისარი, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, სტილიზებული, ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ, ამ დაპაუზებულ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ, ჩვენ არ გავიხედავთ უკან და ჩვენ მივაღწევთ წარმატებას. არა ჩვენთვის პირველ რიგში, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. გეხვეწებთ ზუკა სეფაროვი. ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად. დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების. მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის რომ შემოგვიერთდეთ. ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პირველ რიგში საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ. არანაირი წარსული საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენს წარმატებებზე. და ის რაც ჩვენს ლოგოში ნიკას მხარის მიერ არის წარმოდგენილი და უკვე ჩვენ მხარეები აღარ ვართ, ჩვენ ერთად ვართ, მაგრამ ეს ლოგოც ძალიან კარგად აჩვენებს ჩვენს გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას. ერთ-ერთი მთავარი რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4
რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების, ახალი ნომერი წარმატების, ახალი ნომერი უკანდახევაზე უარის, ახალი ნომერი კვალიფიციური შეთავაზებების, შინაარსზე ლაპარაკის, ახალი ნომერი, რომელიც მიდის წინ მომავლისკენ და კაცი, რომელიც ამ სიტყვების ავტორია, ნიკა მელია. ძალიან დიდი მადლობა ნიკა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს. დღეს ჩვენ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში გვაერთიანებს მომავალი. დიახაც, პირველ რიგში გვაერთიანებს მომავალი და მომავალია ჩვენი საერთო მიზანი. გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი. ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარის სწორება. რთული იყო ეს გზა. გულწრფელად რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ის წყვილის თვის შესაძლებლობას არ მოსცეს. 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი. ყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრებისა ყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი თუ არა. და რითი ვიხელმძღვანელეთ? ვიხელმძღვანელეთ პირველ რიგში ორი გუნდის ინტერესით. ვიხელმძღვანელეთ 10,000 აქტიური ამორჩევლის ინტერესით. დიახაც, შემთხვევით არ ვსაუბრობთ ბევრს მომავალზე. ვინაიდან მომავალი არის ის, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და უფროსთაობის წარმომადგენლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხებზე. რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ალბათ ახლაც მოლოდინი არის შესაძლოა ბევრში, რომ მე უნდა ვისაუბრო გამვლით გზაზე, წარსულ წარმატებებსა და წარუმატებლობებზე, მაგრამ მე სურს ვისაუბრო გაცილებით მეტი იმ საინტერესო საკითხებზე, რომელსაც ქვია ხალხის ინტერესი და აქედან მინდა ამოვიდე. მე მჯერა, რომ გამარჯვების რწმენა, რომელიც შესაძლოა დღეს ბევრს აკლია და აკლია არა მხოლოდ უბრალოდ ამორჩევლებს, აკლია არა უბრალოდ ხალხს, მათ შორის არც თუ ისე ცოტა იმ ადამიანს, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობაში. და ეს ერთობა, მე დარწმუნებული ვარ, მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეტანას ყველა ოჯახში, ყველა ქალაქში და ყველა დაბაში. ეს ის არის, რაც სჭირდება ჩვენს მომავალს. შესაბამისად, მომავალი არის ჩვენს ხელს. საკუთარი ბედის ჭედლები ვართ ჩვენ. მე ახლა როდესაც საუბრობ, წარმოვადგენ 10,000 თანამებრძოლს. იმ თანამებრძოლებს წარმოვადგენ, რომლებსაც ჯეროდათ და სჯერათ, რომ მნიშვნელოვანი არის მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად არა ფული, არამედ პირველ რიგში ღირსება და სიმაგრე, რომლებსაც ჯეროდათ და სჯერათ, რომ მორალური უპირატესობა მნიშვნელოვანია მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად, რომელსაც ჟერდათ და სჯერათ, რომ ერთობაში არის გამოსავალი სწორი ღირებულებით ერთობაში. და მე დარწმუნებული ვარ, დაკვეთა, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის, ამ დაკვეთას ჩვენ ვპასუხობთ დღეს. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალიან ვიწრო წრეში. ეს არ არის, როგორც ნიკამ აღნიშნა, პარტიული ყრილობა. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება სადაფუძნებლო პარტიული ყრილობა და ის გამოჩნდება კიდევ უფრო მკაფიოდ, თუ რამდენი ადამიანი არის მზად იბრძოლოს სიმართლითა და ღირსებით. ჩვენ ბრძოლას, ჩვენს გამარჯვების რწმენას აქვს კონკრეტული სახელი ამიერიდან და ეს სახელი არის ახალი. ჩვენს გზას წინ მომავლისკენ აქვს კონკრეტული სიმბოლო და ეს სიმბოლო არის ნომერი 4. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნომერ 4-ს შემოხაზავს 100,000 საქართველოს მოქალაქე, განსხვავებული საქართველოს მოქალაქე, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების საქართველოს მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა წინა არჩევნებზე ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ ხმას. ჩვენ არ ვმუშაობთ ერთ ან ორ კონკრეტულ ელექტორალურ ველზე. დღეს საუბარია სხვადასხვა მედია საშუალებებში, რა ტიპის პარტია ყალიბდება. პარტია ყალიბდება იმ დაგვარი, სადაც ძალიან ბევრმა განსხვავებულმა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი პოლიტიკური ნავსაყუდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ კეთილდღეობას მათთვის. და ეს უზრუნველყოფა
სხვადასხვა ტიპის კეთილდღეობისა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რწმენაზე იქნება დამოკიდებული. არ არსებობს პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც არ იტყვის, რომ მე ამას გავაკეთებ. მე შემიძლია გავაკეთო. არ არსებობს არც ერთი საარჩევნო კამპანია, სადაც ეს არ ითქმება. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დღეს როგორც არასოდეს საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას სჭირდება სუფთა რეპუტაცია და სჭირდება კომპეტენცია, სჭირდება გამბედაობა, სჭირდება ახლებური მიდგომა და ეს ყველაფერი ამ გუნდში იქნება თავმოყრილი. სამწუხაროდ დღეს პოლიტიკაში შეიკრა მანკიერი წრე და ამ მანკიერმა წრემ ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ურთიერთბრალდებები, ურთიერთუნდობლობა. აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მძიმე გვერდითი ეფექტი არის სახეზე, როდესაც ხალხს პრაქტიკულად მოწყვით და ერთმანეთში საუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე იქნება ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და ნომერი 4 და პარტია ახალი აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას, პოლიტიკურ ჯადოს. დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. აქ არავინ არავის გვერდით არ დგას. ჩვენ ერთმანეთს ვუდგევართ გვერდში და მე მჯერა, რომ ყველაზე რთულ კომპლექსურ პრობლემას ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი და ეს მარტივი გამოსავალი დღეს ჩვენ ვიპოვეთ და ეს მარტივი გამოსავალი ცოტა ხანში გადაიქცევა იმედად, მომავლის იმედად და გამარჯვების რწმენად. ჩვენ უნდა დავიჯეროთ პირველ რიგში ჩვენ თვითონ აქტიურმა ნაწილმა საზოგადოებისა, რომ გამარჯვება იქნება ხელისგაწვენის მანძილზე და ამის შემდეგ მომავლის იმედი გადავცეთ და გაუწილვადოთ სხვებს. ეს ჩვენ შეგვიძლია, ეს ჩვენ თითქმის გაგვიკეთებია არაერთხელ და სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ძალიან ცოტა დაგვაქვს და გამარჯვებისთვის. ბერი ხელშემშელი ფაქტორი იყო, მაგრამ სრული სწორება მომავალზე და არა 24 საათი წარსულზე მიმაჩნია არის ერთ-ერთი გამოსავალი. ჩვენ არ ვაკეთებთ წარსულზე შეფასებებს. ჩვენ გვაინტერესებს მომავლის მიღწევები და თუ კი რამით უნდა იყოს ეს გუნდი გამორჩეული, უნდა იყოს გამორჩეული მომავლის მიღწევებით და მე მჯერა, რომ ასობით 1000 ამორჩეველი ამ ჩვენს შრომას გულწრფელ დამოკიდებულებას, ახლებურ დამოკიდებულებას დაინახავს ხელშესახებად და ნომერი 4 26 ოქტომბერს შემოიხაზება 100.000. დიდი მადლობა და ერთად ახლა მინდა სიტყვა გადავცე ჩვენს ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ადამიანს. აქ ვახსენე ზემოთ სუფთა რეპუტაცია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მე ვფიქრობ და ბევრი კიდევ სხვა რამ ახასიათებს პოზიტიური ამ ადამიანს, ამ ყველაფრის პერსონიფიკაცია ჩემის აზრით ადამიანმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ახლებური მიდგომა საარჩევნო პროცესში და ზოგადად პოლიტიკაში მუშაობს იმ პოლარიზაციის პირობებშიც კი, რომელიც არსებობს ქვეყანაში. და დღეს მე ძალიან უხარია ნიკას, უხარია თითოეულ ჩვენგანს, რომ გიორგი კირთაძე არის ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ხო გიორგი. მადლობა, მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ვიცი რომ დრო ცოტა შეზღუდული გვაქვს, ამიტომ პირდაპირ გადავალ საქმეზე. ძალიან კარგი დღეა დღეს. სწორი ერთობა იყო უმნიშვნელოვანესი და მიხარია რომ ეს სწორი ერთობა დღეს და აქ შედგა. მიხარია რომ წარმოვადგენ ძალიან მაგარ გუნდს. ახალ გუნდს. ადამიანებისა რომლებსაც შეიძლება კონდე, რომლებიც არიან განსხვავებულები. კონდე შეიძლება სხვადასხვა ხედვები, მაგრამ გვაერთიანებს მთავარი იდეა და მიზანი. გვაერთიანებს რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ახალი სამართლიანი წესრიგი უზრუნველყოთ საქართველოში. სწორედ ეს მგონია მე ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ჩვენ უნდა შევძულოთ და არჩევნებზე მათ შორის გამარჯვების ეიფორია და დამარცხების შიში გადავლახოთ. უნდა იცოდეს ხელისუფლებიდან წასულმა ადამიანებმა, რომ მას არ დახვდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და მარტივი იქნება, ამიტომ ხელისუფლების დათმობაც. არც გამარჯვებულები შეიძლება ჩავარდნენ ეიფორიაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და ამისი დამზღვევი მე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის გუნდი, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი და ის 100,000-ობით ადამიანი, ვიზეც ეხა ნიკა საუბრობდა.
ჩვენ მართლა შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთ. წარმოუდგენელი შეაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას და თანამედროვე რაღაცა პოლიტიკური გარემოც სოფლიოში დღეს მართლა გვაძლევს საშუალებას ეს შეაძლებლობები ბოლომდე ამ შეაძლებლობის ბოლომდე რეალიზება განვახორციელოთ. ოღონდ ამას სჭირდება რწმენა და იმედი. რწმენა და იმედი იმისა, რომ ხვალინდელი დღე ვარისი კი არ იქნება, არამედ იქნება უკეთესი. თუ ჩვენ ამას დავიჯერებთ და ამ რწმენით ვიქნებით, ხალხი ამ ქვეყნიდან კი არ გაიქცევა, არამედ მართლა ჩამოვა აქ ამ ქვეყანაში და შექმნის სახელმწიფო, სადაც ყველანი ვიცხოვრებთ კეთილდღეობით და უსაფრთხოდ. მე დარწმუნებული ვარ, ახალი ერთობა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეიტანს ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. წინ მომავლისკენ. მადლობა კირთა, მადლობა გიორგი, კირთა არის ჩვენთვის და ყველასთვის. მე მინდა აქ ვთხოვო მოვიდეს ადამიანს, რომელმაც პირადად ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი წვლილი შეასრულა, ის ჩემი მასწავლებელია, ის ჩემი პროფესორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ ბევრი თანამშრომლობა გვაკავშირებს. მაშინ, როცა მე ვიყავი თანამდებობებზე, ის ყოველთვის იყო ჩემგან უპირობოდ მხარდაჭერილი და უპირობოდ მისთვის დობა გამოცხადებული. ადამიანი, რომელიც არის ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, წესიერების, კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის სიმბოლო, რომელიც უყვართ სტუდენტებს და ეს არ არის მარტივად მოსაპოვებელი რამ. მაია კოპალეიშვილი. მოგესალმებით, ბატონებო, პროექტში მადლობა მოწამეთვის. ამას მე დავიწერე. კარგი. უნებრივია, ჩემთვის ახლა მარტივი არ არის თქვენს წინაშე დგომა და ახლოს მიკროფონი. თქვენს წინაშე დგომა და ესეთი პოლიტიკური განაცხადის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკაზე არ ვფიქრობდი, სხვა ინტერესები მქონდა, ვინც მიცნობს, ალბათ იცის. მაგრამ დღეს ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როცა თითოეული ჩვენთაგანის ყველას ერთად მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, განსაკუთრებით მაღალია. 24 წელზე მეტია, რაც უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ამდენად პასუხისმგებლობას განვიცდი ჩემი სტუდენტების წინაშე, იმ ახალგაზრდა თაობის წინაშე, რომელსაც ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ და რომელსაც უნდა ვანდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თავარი არის, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ჩვენ შემოყურებენ, მე ვფიქრობ, რომ იმ განახლებას და იმ სიახლეებს ელოდებიან, რომელსაც შესთავაზებს ახალი. ახალის მიზანია, რომ ჩვენ საზოგადოებას შესთავაზოს და უფრო მნიშვნელოვანი განახორციელოს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული პრინციპების და სტანდარტების მიხედვით მართვა. ახალი არის ის ერთობა, რომლებიც ახალი თაობისათვის და მათთან ერთად შექმნის ჩვენი სახელმწიფოს უკეთეს მომავალს. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდებზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცეთ თავიანთი პროფესიის შესაბამისად, თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, შეძლონ დასაქმება, საკუთარი თავის რჩენა, წარმატების მიღწევა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ბატონი ნიკა გვარამია, ჩემი სტუდენტი იყო და ძალიან ბევრი პოლიტიკოსი დღეს, რომლებიც ქართულ ოცნებაში არიან, ასევე ჩემი სტუდენტები იყვნენ. მე ყველა ჩემს სტუდენტს ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის საუკეთესო მომავლისათვის ბრძოლის გზაზე, მაგრამ იმავდროულად ბუნებრივია, მინდა რომ ჩემს სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ პროფესიაში შევლენ, ან უნივერსიტეტს დაასრულებენ და გავლენ თავის პროფესიულ ასპარეზზე, არ შეექმნათ პრობლემები ამა თუ იმ ნიშნის გამო. არ მოხდეს მათი განსხვავება სხვადასხვა ნიშნით, პოლიტიკური შეხედულებით თუ სხვა რომელიმე ნიშნით და მათ შეძლონ
თავიანთი ცოდნისა და უნარის და პროფესიონალიზმის მიხედვით დაიკავონ მათთვის სასურველი თანამდებობა. იქნება ეს საჯარო სამსახური თუ იქნება ეს კერძო სექტორი. ამდენად ამას დღეს ვერ ვხედავ ჩვენს დღევანდელ საქართველოში და ჩემი მიზანია რომ ეს შევცვალოთ და ჩვენ ამას ახალის გუნდთან ერთად აუცილებლად შევძლებთ. ბუნებრივია ახალისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის სამართლიანობისათვის ბრძოლა. მოგეხსენებათ აი ბატონები, რომლებიც სულ უახლოეს წარსულში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. ამდენად ახალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი, ამ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და სასამართლო არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ამდენად ყველა თავისი წევრით იქნება ეს ჩვენი მხარდამჭერები, უშუალოდ გუნდის წევრები, მოტივირებულები ვართ, რომ სასამართლო ხელისუფლება გახდეს ისეთი, როგორიც შეეფერება დემოკრატიულ სახელმწიფოს, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულ სახელმწიფოს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო ხელისუფლება ასოცირდება სამართლიანობასთან. ბუნებრივია სამართლიანობისთვის ბრძოლა იქნება ახალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და თან სამართლიანობა უკავშირდება ბედნიერებას. თითოეული მოქალაქე იყოს ბედნიერი. ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის და რაც მთავარია, ჩვენი მიზანია, რომ ეს ბედნიერება თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ მიაღწიოს ჩვენივე ქვეყანაში, ჩვენივე სამშობლოში და მათ არ მოუწიოთ გადახვეწა უცხოეთში იმისათვის, რომ არჩინონ ოჯახები და შვილები. ჩვენ მათ შევუქმნით აქ უსაფრთხო გარემოს, უზრუნველყოფილ გარემოს და მათთან ერთად შევთავაზებთ, რომ ერთიანი ძალებით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლა. ახალი შეძლებს, რომ გააკეთოს ის, რასაც დაპირდება თავის ხალხს და ამომრჩეველს. ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სათანადო გამოცდილება, სათანადო კომპეტენცია, სათანადო ბრძოლის უნარიანობა, სათანადო პრინციპულობა, სათანადო გამბედაობა, სათანადო კვალიფიკაცია და ჩვენ გვაქვს ის პატიოსნება და ღირებულებები, რომლებიც საჭიროა ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებისათვის. ეს მე ვუერთდები ახალს და მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ ჩვენო გულანთებულო ახალგაზრდებო, ჩვენო გულწრფელო პატრიოტებო, თქვენს პროფესიაში წარმატებულო პროფესიონალებო. შემოგვიერთდით, რომ ერთად შევცვალოთ, ახალი რეალობა დავამკვიდროთ და უკეთესი მომავლისაკენ წავიყვანოთ ჩვენი სამშობლო. დიდი მადლობა, წარმატებები. მე მიხარია, რომ დღეს უკვე ჩაიყარა საფუძველი გუნდს, რომელსაც აქვს ამბიცია, მაგრამ ასევე აქვს შესაბამისი ამუნიციაც. აქვს შესაბამისი ცოდნა, კომპეტენცია და შესაბამისი დიახაც სურვილიც ადეკვატური, რომ გახდეს პარტია უკვე არჩევნებამდე, ძალიან ცოტა ხანში თავარი ოპოზიციური პარტია და არჩევნების შემდეგ გახდეს, რა თქმა უნდა, თავარი კოალიციის კომპლექტებელი ძალა. და რა არის ამის საფუძველს? ის განსხვავებული ხალხი, რომელიც ამ გუნდში უკვე არის თავმოყრილი ორივე მხრიდან. ჩვენ არ გეგმავთ, რომ გავხდეთ ეგრეთ წოდებული ნიშური პარტია. ეს იქნება ეგრეთ წოდებული დიახაც სახალხო მეინსტრიმული პარტია, რომელიც ხან იქნება ხელისუფლებაში და ხან იქნება ოპოზიციაში. ნომერი 4 და პარტია ახალი წლების განმავლობაში, ათობით წლების შემდეგაც შესაძლებელია ჩვენც აღარ ვიყოთ ამ პარტიის წევრები, მაგრამ ამ პარტიას სხვადასხვა თავმჯდომარეები ეყოლება. აი ესეთი პარტია იბადება დღეს. და ახლა მე მინდა მოვუწიო ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის მართლაც წესიერების ასევე განსახიერება. მე მიმაჩნია, რომ
საერთო მიზანი ბრძოლაში ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის, რაზეც ვისაუბრეთ, გამარჯვების წმენა, პრინციპულობა, მაგრამ დღევანდელი ოლიგარქიული მდგომარეობის გათვალისწინებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოუსყიდაობა და გაუტეხლობა. განათლებულობა, კომპეტენცია ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოუსყიდაობა და გაუტეხლობა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. ჩვენ პოლიტიკაში უნდა დავაბრუნოთ სიტყვის ფასი. სიტყვის ფასი არის დასაბრუნებელი და გიორგი იმედაშვილი, ჩვენი გუნდის ახალი წევრი, რომელიც ცოტა ხანში მთელ საზოგადოებას საკუთარ თავს გააცნობს, ამ ყველაფერს ჩემის აზრით და ჩვენის აზრით საუკეთესოდ გამოხატავს. მადლობა. ძალიან კარგი დღეა მართლაც და ძალიან მიხარია ყოფნა თქვენთან ერთად და მე მჯერა რომ დღეს მართლაც იწყება იმ ერთობის შენება, რომელიც შეცვლის ამ ქვეყანაში რეალობას და რაღაცნაირად აგვაცილებს იმ რაღაც ალბედით მდგომარეობას, რომელშიც ახლა ვართ, იმიტომ რომ დღეს საქართველო არის მართლა სკაიპით გაზრდილი ბავშვების ქვეყანა, რომელთა წლები არ უნახავთ მშობლები. და არის ასევე ქვეყანა, სადაც ბავთულხლართები ყოფს საფლავებს და იმ ადამიანებს, რომელსაც მათი მონახულება უნდათ და აი ესეთი შემზარავი ამბების ქვეყანაც არის და მე მინდა რომ ჩვენ გავიაზროთ ის, რომ საქართველოს არც მომავალი და არც წარსული არ იმსახურებს ესეთ რეალობას, რომელიც დღეს არის შექმნილი. და არ ჩვენ წინაპრებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ ესეთ რეალობაში გვეცხოვრა და არ ჩვენ არა ვართ ვალდებულები, რომ ავიტანოთ და უსიტყვოდ ვიცხოვროთ აი ამ რაღაც უბედურებაში, რასაც ყოველდღე ვხედავთ, თუმცა სახლიდან გამოვდივართ, ხო? და მე ჯერა რომ ძალიან ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს და ძალიან ბევრი ადამიანი ძველებიც, ახლებიც ფიქრობენ რომ ეს აუტანელია და ასე აღარ შეიძლება რომ გაგრძელდეს. მე ზუსტად ვიცი რომ ასეთი წესიერი ერთგული ადამიანი საქართველოს ბევრად მეტია ქვეყანაში, ვიდრე აი ეს უზნეო და ყველანაირი მორალისგან დაცლილი და რაღაც გაყიდული ხალხი, ვინც დღეს მართავს ქვეყანას და ვინც ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. მე მჯერა რომ თუ ჩვენ მოვახერხეთ და ერთიანი ძალისხმევით გავაერთიანებთ ამ ადამიანებს, დაუბრუნებთ იმედს ერთმანეთს, ჩვენ შევძლებთ რომ როგორღაც მოვიტანოთ რეალური ცვლილება, დავამარცხოთ პოლიტიკური კორუფცია და მოვახერხოთ, რომ შექმნათ ერთიანი, ძლიერი ევროპის კავშირის წევრი საქართველო, რომელიც იქნება სამართლიანი გარემოთი და თავისუფალი გარემოთი ცნობილი და იქნება იმ ადამიანებისთვის შექმნილი, რომელიც მასში იცხოვრებენ და არ იქნება იმ ერთეული ადამიანებისთვის, რომელთაც წაართვეს ეს ქვეყანა თავის მოქალაქეებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და მე ფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალისხმევა, რომ ერთმანეთს დავანახოთ და ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია რეალურად შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ. და მე ფიქრობ, ამიტომ მე მჯერა რომ ერთიანობის გარეშე ეს არის შეუძლებელი, სწორედ ამ ერთიანობის პირველი, ასე ვთქვათ, აგური დაიდო დღეს და დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო წლების, ბოლო თვეების მანძილზე იბრძოდა ამ პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ერთობისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო, იმიტომ რომ არ არის ადვილი პროცესი და მე მჯერა რომ კიდე წინ გვაქვს ბევრი ასეთი ვითარება და მე მინდა რომ ბოლოს მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვიყურებს და ვინც ვიცი რომ წუხს ქვეყნის გამო და ვიცი რომ არავის დღეს საქართველოში აცეთ ოჯახს არ უნდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, როგორშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ. და მე ვიცი რომ ეს ხალხი ელოდება რომ ვიღაცა დაანახებს იმედს და რაღაცნაირად ერთმანეთს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ამიტომ მე მინდა რომ გჯეროდეს ჩვენ რომ თუ აი რაღაც ერთ გოჯს კიდე წაიღებენ, ან ერთ ადამიანს კიდე მოისყიდიან, ან ერთ ადამიანს კიდე აიძულებენ რომ მიიღოს ეს რეალობა და რაღაცნაირად შეეგუოს ამას, ჩვენი საქართველო ამით პატარაოდება და ამიტომ ჩვენ უნდა ველოდებით იმას, რომ გავარკვიოთ ვისთვის რეკს არის და რაღაც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ყოველთვის ჩვენ გვიხმობს და ერთად ამ ესე იგი ერთიანი და ძალისხმევით მოვახერხოთ და ვიაროთ წინ მომავლისკენ, ახალი მომავლისკენ, ახალი საქართველოსთვის. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა შენ. და ბოლოს ჩვენ კიდე ერთი გამოსვლელი ყავს. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა და ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია. დღეს შემთხვევით არა ვარ ჩვენ აქ მარტო-მასულები, ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება. მე ვიცი რომ თქვენი გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მოსვლის არ ყოფილა მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილება. მე მინდა მივესალმო ბატონ ანზორმელიას, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც აქ არის, რომელიც ჩემთვის
ნიკას მამა არ არის, იყავით ბატონო ანზორ, ჩემთვის ნიკა არის ბატონი ანზორის შვილი და სულ ასე იქნება, რაც არ უნდა მოხდეს, მე ის ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ის ამ ქვეყნისთვის აკეთებს. ყველა მისი იპოსტასით, როგორც ექიმი, როგორც პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანი, მადლობა. წარმოუდგენელი კაცი ხართ და მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს და ჩემი ცოლი სოფო, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრია, შეიძლება ყველაფერიც, მაგრამ მიხარია რომ ის აქ არის, მიხარია რომ ხარს მიჭერს და მიხარია რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში მალ მითხრა რომ პოლიტიკაში უნდა წახვიდე, ახლა დროა. მადლობა. მადლობა თქვენი ოჯახის წევრებს, ვინც ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან ერთად, მაგრამ მოგცათ ამის უფლებაც, შესაძლებლობაც და ბიძგიც რომ ემსახუროთ თქვენს სამშობლოს და თქვენს ოჯახებს. ეს არ არის მარტივი გზა და განსაკუთრებით პირადი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქნება მარტივი გზა თქვენი ოჯახის წევრებისთვის. ბევრად უფრო რთული ვიდრე თქვენთვის პირადად, მაგრამ ეს ასეა. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ჩვენი სამშობლო სხვა არაფერია თუ არა ჩვენი ოჯახები. ყველასი. და ბოლოს მინდა მოვიწვიო კაცი, რომელიც კარგი ოჯახის შვილია, კარგი ქართველია, თვით ნაბადი ქართველი პოლიტიკოსია. მე დიდი ხანია ვაკვირდები ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას და სულ ცოტა ადამიანია, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს არის თვითნაბადი, ადგილზე დაბადებული, გაზრდილი და დედაქალაქამდე სამართლიანად მოღწეული პოლიტიკური ფიგურა. ასეთი იყო აქ კირთა, რომელიც ცოტა ხნის წინ იდგა, მართლა წარმოუდგენელი შედეგების მიღწევი ბიჭი, ჩემზე პატარაა ბევრად, ამიტომ ბიჭს ვეძახი, მე აქ საერთოდ ყველაზე უფროსი ვარ, ეს მომწონს და ბატონი ანზორის მერე. და მეორე ასეთი არის ჩემთვის ნოდარი, რომელსაც მართლა დიდი ხანია ვაკვირდები, უკვე სულ ახალგაზრდა ნორჩი პოლიტიკოსი იყო, როცა შეერკინა სისტემას, დამოუკიდებლად მარტო გავიდა მეორე ადგილზე, ორჯერ მეორე ტურში და ეს არის კაცი, რომელიც არის საქართველოს მომავალი ჩემთვის. ეს არის კაცი მომავლიდან და მე სწორედ მისნაირებს მინდა რომ გაეხსნათ გზა. მე სწორედ მისნაირებმა მართონ მინდა საქართველოს, იმიტომ რომ აქვთ კომპეტენცია, მათ იციან როგორ უნდა გააკეთონ, მათ აქვთ წესიერება, მათ იციან როგორ უნდა ემსახურონ სამშობლოს და ისინი დააყენებენ უკეთეს ხვალინდელ დღეს. გისმენთ. მადლობა პირველ რიგში ასე წარგენისთვის. ჩაირთო. მადლობა ასეთი წარგენისთვის. გამარჯობა და პირველ რიგში ყველას მთელ საქართველოს ულოცავ ახალს და ულოცავ ახალ ერთობას. მე ვარ ნოდარ ჩაჩანიძე და პარტიულ პოლიტიკაში ჩემს პირველ ნაბიჯებს დგამ. აქამდე საკმაოდ აქტიური ვიყავი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა პარტიულ პოლიტიკაში, ანუ არც ერთ პარტიაში მოკლედ დღემდე არასდროს არ ყოფილვარ. მე ვაცნობიერებ თავიდან ბოლომდე სრულად უახლესი საქართველოს ისტორიის მაგალითებს, რაც გვაქვს ჩვენ წინ და ზუსტად მესმის და მჯერა იმის, რომ დღეს ქართული სახელმწიფოს დღევანდელ რეალობას სჭირდება ახლებური შრომა და ქართული ხალხის ბედნიერ მომავალს სჭირდება აუცილებლად სიახლე, სჭირდება განახლება და სჭირდება ცვლილებები. მე მჯერა რომ დღეს აქ ვართ ადამიანები შეკრებილი, სწორედ ის ადამიანები, ვისაც ზუსტად შეგვიძლია მოუტანოთ ამ ქვეყანას და ჩვენს თანამოქალაქეებს ბედნიერი მომავალი. მე ვიცი კიდევ ერთი რამ, მე ვარ რეგიონიდან, ვარ ზემოიმერელი კაცი, რომელმაც ზუსტად იცის ძალიან დიდი ხანია რა ხდება თავის მშობლიურ კუთხეში. 2022-2023 წლებში მე მოვიარე მთელი საქართველოს ყველა რეგიონი და 53 მუნიციპალიტეტში შევხვდი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს სოფლებში, დაბებში თუ ქალაქებში და ასე შემდეგ. მე ზუსტად ვიცი რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე ვიცი რომ ჩვენ განსაკუთრებულად სჭირდება ახალი ენერგია. ახალი ენერგიის შეგროვება შეიძლება ახალი გზით, შეიძლება ახალი იდეით და ამ საქმეში ჩვენ გვჭირდება ყველანი ჩვენ გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქე
ამ საქმეში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ის ენერგია, რაც ჩვენ საქართველოს ახალმა თავებებმა ვაჩვენეთ ის მოვლენების დროს, როდესაც ყველასთვის კიდევ ერთხელ გასაგები და ყველასთვის კიდევ ერთხელ ხელშესახები და რეალური გავხადეთ ის, რომ საქართველოს მის ძველ თუ მის ახალ თაობებს ბედნიერება, თავისუფლება და ევროპული მომავალი გვაქვს სისხლში, გვაქვს მართლა შექმნილი უმყევ გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების. ამიტომ მე ვიცი, მადლობა მარტის აქციების გაძღოლისთვის, ძალიან დიდი მადლობა. ვიცი ზუსტად რატომ ვდგავარ აქ, რატომ ვარ ამ გუნდთან ერთად, რატომ ვარ ამ ადამიანებთან ერთად, როგორც გამოსწილ, ასევე ძალიან ბევრ ახალ სახესთან ერთად და მე ვიცი ერთი რამ, რომ შეუძლებელია შეაჩერო ის ადამიანები, ვისაც ზუსტად სწამს და სჯერა, რომ შეუძლია საკუთარი სამშობლოსთვის სიკეთის მოტანა. და მე ჩემი არჩევანი, მე ნოდარ ჩაჩანიძემ გავაკეთე ჩემი არჩევანი, მე ვირჩევ ახალს, ვირჩევ ცვლილებებს. მე ვირჩევ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, პირველ რიგში მომავალს ვირჩევ და არა წარსულის განხილვას და არა დღევანდელ ჭაობში ყოფნას და მე ვირჩევ განვითარებას და პერსპექტივას. მე ვირჩევ, რომ ჩემ ქვეყანას გქონდეს წინ გადადგმული ნაბიჯი და ეს ამ ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია ჩვენ ყველას ერთად და მე ვირჩევ მთავარს, რომ თქვენთან ერთად ვიყო ამ მნიშვნელოვანი ამ ეროვნული პროცესის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ გავედით ბოლოში. დიახ, მადლობა დიდი და წარმატებებს. იქ სადაც არის დიდი სურვილი, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და ჯერა სულ რაღაც 8 თვეში ეს გამოსავალი იქნება ხორცს შესხმული და გამარჯვება იქნება დაწერილი. გამარჯვება უკეთესი მომავლისთვის და არა ჩვენთვის. კონკრეტულად არ ყოფი და არ ყოფი ადამიანები. ჩვენ დავხდებით იმაზე, რომ ყველა სირთულეს დავძლებთ ერთად და დავეხმარებით ჩვენ ქვეყანას ყველა სირთულის დაძლევაში. კлау, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვართ გამბედავები, პრინციპულები, კომპეტენტურები და რაც მთავარია, ჩვენ გვჯერა და ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ გვჯერა და ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ ამას გავაკეთებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. ვიცით ყველამ, ვიცით ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში, ვიცით ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ფარგლებში, ხალხი ვინც ადგილებზე დაამარცხა სისტემა გლდანში, ბათუმში, ნოდარმა ჭიათურაში, ბევრგან. ამაში არაფერი არ არის განსაკუთრებული, ამაში არაფერი არ არის შეუძლებელი. თავარია რწმენა, თავარია გამბედაობა და თავარია ცოდნა. ჩვენ ეს გვაქვს და ჩვენ შევცვლით. და ახლა ჩვენ ვიდრე შევცვლით, გავცვლით ჩვენ სიმბოლოებს, ჩვენი მოძრაობების სიმბოლოებს, ჩვენს ხალხსტუხებს იმპერებში, რომელიც ჩვენ გქონდა აქამდე. ნიკამ არის ხალხსტუხი შეკრა, მე შეუკრავ. ძალიან დიდი მადლობა. და მე მჯერა რომ ახალი გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ იმაში, მოიცა. მე არა თუ მჯერა, მე თითქოს უკვე ნანახი მაქვს ის რაც უნდა მოხდეს. იმდენად მჯერა და მჯერა რომ როგორც 2 × 2 არის 4. ასე ვარ დარწმუნებული მეც ნიკას და ათასობით ადამიანი. ვინც დღეს აქ ვერ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება. მოკითხვა პირველ რიგში მათ, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებ და ტელეეკრანებზე, ბევრი მათგანი უნდა ყოფილიყო აქ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი იქნება მალე. და ერთად ჩვენ შევცვლით. და ეს ისევე მარტივია, როგორც 2 × 2 არის 4. როგორც 2 არის 4. წარმატებები. მადლობა დიდი. ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პრეზენტაციას ერთობა შედგა და ჩვენ მოვისმინეთ მათი განაცხადი. თანადამფუძნებლები არიან პარტია ახალის ორივენი. ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შორის მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ეს არის ბრძოლის ახალი ეტაპი უკვე